ყველას მოგესალმებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. ეს არის 6 იანვარი. და მალე უნდა გათენდეს უფლის იესო ქრისტეს შობა. იესო ქრისტე, რომელიც მოევლინა კაცობრიობას ხსნელად, იცოცხლა 33 წელიწადი, განკურნა მრავალნი სნეულნი, აღადგინა მკვდარნი, იცვალებულნი და ისევე ხალხმა ვაცვით ჩვენ ჯვარს. იესო ქრისტე, რომელმაც სოფლიოს და კაცობრიობას დაანახა თავგანწირვის მაგალითი და ყოველივე კეთილი საქმე, ყოველივე კეთილი ნაბიჯები თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ქვეყანაზე. იესო ქრისტე, რომელიც დაიბადა ბოსელში და რომელიც ძალიან დიდი წამებით მოკლეს. მოვყალით ჩვენ ადამიანებმა იმის გამო, რომ ბოლომდე არ ვიწამეთ მის. იესო ქრისტე მოგვივლინა საქართველოს ყოველი მეფენი, დიდი დავითი, დიდი თამარი, გიორგი ბრწყინვალე, ყოველი გმირნი და ყოველი საქართველოსთვის შეწირული ადამიანი. იესო ქრისტემ მოუვლინა კაცობრიობას როგორც დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემა, შვება, ისევე დიდი წუხარება ომებით, წუხარება და განსაცდელი. არავის ეგონოს, რომ ამით მე რაიმე ცუცს ვიძახი ან რაიმე ასე. ზოგადად განსაცდელი არის დრო და ჟამი ადამიანის ცხოვრებაში, როცა ის უნდა დაფიქრდეს თავის ცხოვრებაზე, თავის გაკეთებულ საქმეზე, თუ რა გააკეთა, რისთვის განსაცდელი ადამიანს, რისთვის იტანჯება, რისთვის სნეულდება. განსაცდელი შეიძლება იყოს გამომდინარე იქიდან, რომ მცირედ მორწმუნე იყოს და თავისივე რწმენით იწამოს უფალი იესო ქრისტე და განიკურნოს. განსაცდელი ეს არის დიდი მადლი უფლისა და დიდი წყალობა უფლისა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს. აქცეულს აღადგენს და ერს და კაცობრიობას კრავს. დღეს საქართველოს დიდ განსაცდელში, როგორც ყოველთვის იყო და როგორც ყოველთვის იქნება. ბალანსი არასდროს არ მოირღვევა ამ ქვეყანაში. არც მსოფლიოში არსებობს ბედნიერი წლები, საუკუნეები და არსებობს განსაცდელი სავსე დღეები და წლები, რომელსაც ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მაღალი იესო ქრისტე, უფალი ზეღვთისა, მხოლოდ შობილი მამისა, ის
ყოველი მოულენს ხოლმე კაცობრიობას. ეს ჩვენ ნახავთ ხამე როგორ დადგებიან ჩვენი მხედარნი საქართველოს ხელისუფალნი თავისივე სიგრძის კელაპტრებით და ბრტყელ და მაღალ სიტყვებს იტყვიან, რომ ქვეყანა უნდა განვითარდეს, ჭირდება ინვესტიციები, ჭირდება ეკონომიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაყავთ აწევენ თავს და უნამუსოდ აწევენ თავს და იტყვიან, რომ ეს ქვეყანა არის გამართული და უპრობლემო. ჩვენ ადამიანები ამ ყველაფერს ზოგი კრიტიკით შეხვდება, მაგრამ ზოგი დაშისხვლით შეხვდება. ვართ კი ჩვენ ღირსები ყოველივე იმისა, რომ ვიმსახურებდეთ უფლის წყალობას. წყალობას ვიმსახურებდეთ, იმიტომ რომ ქვეყანა ხელიდან გვეცლება და ხალხი რუტინულ ცხოვრებას განაგრძობს. არავინ არ არის ხმის ამოვხები არაფერზე, გარდა ერთეულობისა. მოდის არჩევნები და ვირჩევთ ისევ იმ ძალას, რაც აუ ქვეყანას ნელ-ნელა სულს აცლის არსებობის არსს და ტოვებს მხოლოდ კედლებს. ტოვებს მხოლოდ ერთ დიდ სამუზეუმო ექსპონატად, რასაც უახლოესი 10 წლეულობის შემდეგ ქართველები მხოლოდ შევხვდებით ისე, რომ ჩვენ ეს ქვეყანა აღარ გვექნება. იქნება სხვის. უომრად, რბილად და ფულით ვიბრუნებს მტერი და ამაზე ხმას არავინ არ ეხება. ეს არის ჩვენი დღევანდელი რაობა და დღევანდელი მდგომარეობა. მიდიან ადამიანები, ხრცოვანები, მოხუცები, რომლებზეც იდგა ოდითგან საქართველოში ქართული ტრადიციები, ადათები და მოდიან ადამიანები, რომლებიც ვნებენ ამ ქვეყანას. არ ვიცი, რამდენად იმედი მაქვს ამ შობის დღის შემდეგ ხელისუფალს თუ არა რიგით ადამიანებს კარგად გაგვინათდება გონება და მიხვდებით, რომ დაღუპვისთვის ვართ განწირული. აბა კარგად.